მოკლედ მეგობრებო, სასწავლო წელი დასრულებულია. მასწავლებელო, მივდივართ. ხო, მზად ვართ საფხულის არდადეგებისთვის. არ მესმის ამ სიცხეში რატომ ვდგავართ? ხო, ნასტია, მეც მაინტერესებს, ალბათ ახლა წესები უნდა გვითხრან ამ ქალაქგარეთ სახლის. ქალაქგარეთ სახლში ყოფნის დროს უნდა დაიცვათ ეს წესები. ხო, ჯობია ეს ყველაფერი დაწერილი იყოს, რომ მერე პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ დავიმახსოვროთ. ათლეტებს კარგი მეხსიერება გვაქვს. საყვარელო, გთხოვ უკითხე კნოპა სად არის? მოიცა, საყვარელო, ქეში ხო არ გაქვს? დიანას ქეში ჩემთანაა. სმაილ, ყველაფერი კარგად არის, აი აქ არის. ხო, ჩვენც დავეხმარეთ. ტიმურ, კნოპა ხვალ მოვა, ბებია მისის სახლში არის ახლა. კარგი, რომეო, კიდევ ერთხელ თუ ვიტყვი, რომ დიანას ქეში შენ გაქვს, ავტობუსთან გადაგაგდებ. ჯობია გზაში სადმე არ დაიკარგო, თორე წრეში მარტო დარჩები. კარგით, პირველი წესი ქალაქგარეთ სახლის, არ დატოვოთ ტერიტორია. რომ მერე თქვენი ძებნა არ დაგჭირდეს. ხო და ვინც წესებს და არღვევს, მშობლებთან წავა სახლში, დედასთან და მამასთან. კარგი, არ დავტოვებ ტერიტორიას, ისაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ხო, მზად ვარ, რომ სამუდამოდ დავისვენო. დამშვიდით გოგოებო, რა გიჟები ხართ? შენ ხარ გიჟი. მეორე წესი, ბიჭები და გოგოები სხვადასხვა სახლში იცხოვრებენ. მოგწმინდება. თქვენ გარეშე გავერთობით. კარგი, დანარჩენ წესებს ქალაქგარეთ სახლში მოისმენთ. ახლა შედით და გაათავისუფლეთ სკოლა თქვენი ნივთებისგან. და გაფუჭებული საჭმელი გადააგდოთ. და შემდეგ წავალთ ქალაქგარეთ სახლში.